Today, we are all Georgians. ეს ვიზიტი კავშირში არის შეერთებული შტატების სენატში, კერძოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაწყებულ პროცესთან. საუბარი არის დოკუმენტზე, რომელიც ამ კომიტეტში შემუშავდა. არის საუბარი რეგიონში რუსეთის მხრიდან შეიარაღებული ძალების ბალანსის დარღვევაზე, დეოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროცესების ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობაზე. ჩვენ ხვდებით ბატონ მაკეინს, დავაყენებთ ძირითადად მიმდინარე საკითხებს, იცით რომ რეალიები შიდა პოლიტიკურ, ვთქვათ, სიტუაციასთან დაკავშირებით შეიცვალა და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევეცდებით ბატონ მაკეინს დავანახოთ ის რეალური სურათი, რაც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ვისაუბრებთ ცხადია ქვეყნისთვის საჭირო პროტოკოლ ყველა საკითხზე. უსაფრთხოების თემებზე და ამ საკითხში შეერთებული შტატების თანადგომა კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ვისაუბრებთ შიდა პოლიტიკურ თემებზე და პრობლემებზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნის მდგომარეობას როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, საუბარს როგორც ტრადიციულ პრობლემებზე დემოკრატიის, ისე მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იშვიათად ხვდებიან ხოლმე, ან უფრო ზუსტად რა ვთქვათ, საერთოდ ვერ ხვდებიან ასეთი ტიპის შეხვედრებზე. ამისთვის არსებობს ან ხელისუფლება, ან მათი სატელიტები, თუმცა მართალი რო გითხრათ, არც ჩვენ არ გვაქვს დიდი სურვილი ამ ადამიანთან შეხვედრის, რომლის საარჩევნო კამპანიასაც შეეწირა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს იქნება მეგობარი პიროვნების ვიზიტი, რომელიც თავისთავად საინტერესოა, მისასალმებელია, მაგრამ შედეგი ნახოთ. ვფიქრობ, უფრო ზომიერი იქნება ამ ვიზიტის დროს, მას არ აქვს მიზეზი ასეთი წინასაარჩევნო პათეტიკით წარმოაჩინოს საკუთარი მოსაზრებები. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე ილაპარაკებს ბატონი მაკეინი, ამაზე შევთანხმდეთ. საუბარი არ ამგონია გასცდეს იმ ქარტიის ფარგლებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ამერიკას შორის.